და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. დამოუკიდებელი მედია საშუალებების პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა ბათუმელების თანადამფუძნებელსა და რედაქტორს ეთერ თურაძეს. მზია ამაღლობელი 11 იანვარს პირველად უკანონოდ კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფრთხილებასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე, მის გვერდით იმყოფებოდა მისი ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს მზია ამაღლობელი და ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე მოხვდნენ ჭყლეტაში, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძე მზია ამაღლობელს შეაგინა. ამის შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმამუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები. საქართველოს დამოუკიდებელი მედია საშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, მისი მხრიდან აგრესიული უკანონო ქმედებების აღკვეთას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგსა და შესაბამის შეფასებას. ეს განცხადება გავრცელდება ამ შეკრების შემდეგ და ყველა შეიძლება კიდევ ხელმოწერები გააკეთოს, ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ ამის შემდეგ გარკვეული ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციები, ჯგუფები მივდივართ ბათუმში, ბათუმელების ნეტგაზეთის და მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი უფლებების დაცვისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ის არ დარჩეს რუსული რეჟიმის ტყვეობაში. მადლობა.